მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ხო უნდა იყო ესეთი, რომ გვასწავლე რუნული ფორმულა ადამიანის გამოძახება. ამისთვის დაგჭირდება იმ ადამიანის ფოტო, სასურველია ფოტო, თუ არ გვაქვს საშუალება, მაშინ ქაღალდი, ფურცელი ესეთი. დაგჭირდება წითელი სანთელი, წითელი კალამი, ფანქარი და სუნამო, რომელსაც ხმარობთ. ფოტოზე ვაწერთ ადამიანის სახელგვარს, ვისი გამოძახებაც ვსურს, დაბადების თარიღი, და შემდეგ უკვე წითელი მარკერით ვაწერთ რუნებს. დაუტის კანონ Agus, Gebal, და როგორც ყველა რიტუალში, აქაც საჭირო აუცილებლად შელოცვა და მიმართულების მიცემა და ვამბობთ, რომ ამ რუნული ფორმულის მეშვეობით დახმარებით ესა და ეს ადამიანი სახელი გვარი უმოკლეს დროში თავისი ნებით გამოვა ჩემთან კონტაქტზე. ამ ფორმულას ვააქტიურებთ ჩვენი ნერწყვით, როგორც გასწავლეთ, წერათით დავისვოლოთ, გადავატაროთ. სასურველია დავასხათ ჩვენი სუნამო, რომელსაც ხმარობთ. გაშრეს, რო არ ალდეს. და შემდეგ ვააქტიურებთ ცეცხლის სტიქით, წითელი სანთლით. და ამ ფორმულას ვატარებთ, მანამ სანამ ეს ადამიანი არ გამოვა ჩვენთან კონტაქტზე. შეგვიძლია ტელეფონის ჩიხელში ჩავდოთ кейსში, შეგვიძლიათ ან ვატაროთ ჩანთით, ან საფულეში ვატაროთ. და როცა შეასრულებს თავის დანიშნულებას, ანუ ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე, რადგან ეს ფორმულა არის ერთჯერადი, შემდეგ მადლიერებით დავწვავთ ამ ფორმულას და ფერებს გადავყრით ჰაერში. დაიმახსოვრეთ, რომ მაგიამ რომ იმუშაოს თქვენთან, მინიმუმ თქვენი არხები უნდა იყოს სუფთა, გამტარობა უნდა გქონდეთ კარგი, უნდა გქონდეთ დიდი რწმენა, რუნებთან მუშაობის დროს აუცილებელია პატივისცემა და შიგადაშიგ საჭიროა ძღვენები. ძღვენები სამყაროს და მაგალითად ქუჩაში რომ შეხვდებათ უპატრონო ძაღლი, უპატრონო კატა, აუცილებლად დააყურეთ, აუცილებლად ყვებეთ და ამ დროს მადლობა გადაუხადეთ რუნებს და მადლობა გადაუხადეთ სამყაროს დახმარებისთვის და მუშაობისთვის. არ დაგავიწყდეთ დამოფოლოვოთ, დალაიქოთ მადლიერების ნიშნად ეს ვიდეო და შეგიძლიათ გამოხატოთ სურვილი, თუ რა თემებზე გსურთ შემდეგი რიტუალები. გისურვებთ წარმატებას.